ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტიანსა. მართლმადიდებელი სამყარო 24 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. 50-დღიანი მარხვა 15 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. აღდგომის საზეიმო წირვა, რომელიც დაახლოებით 6 საათი მიმდინარეობდა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. როგორც ყოველ აღდგომას, წელსაც სამების საკათედრო ტაძარში უამრავი ადამიანი იყო მოსული. ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის გეგახლავთ. მთელი ქვეყნიერება მოუწავს განუზომელ სიხარულს, რაც პრეზიდენტი აღდგომილი მაცხოვრის ამ დიად დღესასწაულს ეხება. ამ დღეს ყოველი ადამიანი სიხარულით შეხარის და აღსრულდა საღვთო განგებულება ადამიანთა ხსნისა, საღვთო აღშენებლობა თითოეული პიროვნების გადარჩენისა და ეს 6 დღის განმავლობაში შაბათის ჩათვლით ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში თითოეული პიროვნება ლოცვით, კეთილის საქმეების აღსრულებით, გალობით განვლევს ამ დღეებს, რათა ჩვენს ღირსი გავხდეთ მეორედ მოსვლისას, პრეზიდენტი აღდგომისა, როგორც ეს წამშია დაფიქსირებული და მარადიული ცხოვრებისა. ეს არის ყველაზე ნათელი ქრისტიანული დღესასწაული, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი იდენტურობის და ჩვენი იდენტურობის ნაწილი ასევე ის, რასაც განასახიერებს აღდგომა. კერძოდ ეს არის ის, რომ ბოროტი ყოველთვის დამარცხდება კეთილთა ბრძოლაში. საბოლოო ჯამში, როგორც ძლიერიც არ უნდა ჩანდეს ბოროტება, უსამართლობა, ის ყოველთვის დაიხევს უკან სიკეთის წინაშე. ეს არის განსახიერება ზუსტად ამ დიდი ქრისტიანული დღესასწაულის. მინდა მიულოცოთ ყველა ჩვენ თანამოქალაქეს, ქრისტიანსკა და ყველა სუსრო ბედნიერება წარმატება თითოეულ ოჯახში უკეთესი მომავალი დღე. სრულიად საქართველოს ულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვისურვებ საქართველოს გამთლიანებას, გაძლიერებას და მშვიდობას. გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით და ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი. ქრისტე აღდგა სრულიად საქრისტიანოს მიულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. 40 დღის განმავლობაში ჩვენ ქრისტიანები მართლმადიდებლები ვემზადებოდით მძიმე მარხვით, დღეს გახსნილდა და კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს.